სტუდიაში გადმოვინაცვლოთ ადამიანებთან, რომლებიც ასევე მუხლ ჩაუხრელად შეიძლება ითქვას და შეუშინებლად აგრძელებენ ამ პროტესტს და პირველ რიგში სწორედ ანუკა გამსახურდიას მინდა დაუსვა ეს შეკითხვა, რა კვებავს ამ თქვენს ენთუზიაზმს და ამ შეუპოვრობას. ეს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი არის მზიან მაღლობელის პატიმრობის 1 წლის თავის ფონზე, როცა მან როგორც ქართულმა ქალმა და ქალმა ჟურნალისტმა აჩვენა მაგალითი აი ამ შეუდრეკლობის და მედეგობის. კი, მოგესალმებით, მადლობა, რომ მომიწვიეთ. ძალიან მე თვითონ აი ვლაპარაკობდით მე და მიშა ზუსტად მაგაზე, რომ ხშირად საერთოდ ვერ წარმომედგინა რამოდენიმე წლის წინ ასეთი გამძლეობა, ასეთი სულისკვეთება თუ მექნებოდა საერთოდ ანუ წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სასამართლო შენობაც კი არ ვიცოდი სად იყო. ანუ რუსთაველზე რომ მომიწევდა 400 რაღაცა დღედგომა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. თვითონ პროცესაც ვერ წარმოვიდგენდი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2012-დან მოყოლებული ზუსტად ვიცი, რომ ეს ბიძინას რეჟიმი ქვეყანას უკუსვლით ატარებს, მაინც არ მეგონა ამ შედეგამდე თუ მივიდოდი. ანუ რეალურად უკან დასახევი გზა არ გვაქვს. რა მაძლევს იმის ძალას, რომ გამოვიდე, უბრალოდ კარგავ ქვეყანას. ანუ თუ რაღაცის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ეხა თუ გავაკეთებთ რამეს თორეს ხო შემთხვევაში ანუ წარმოუდგენ სულ ვიძახი ხოლმე როცა მივდივარ ამ ქვეყნიდან რომ ამ ქვეყანას რაღაცა მაგნეტიზმი აქვს რა ანუ მიდიხარ და აი რაღაც პერიოდის შემდეგ აი რაღაცა გითხრევს ისე უკან აი სულ დაბრუნება გინდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე რომ აი ამ ქვეყანას ყავდეს კიდევ უფრო მეტი ემიგრანტი დავტოვოთ ქვეყნები წავიდეთ ჩვენი შვილები გაუშვათ ანუ შეიძლება რაღაც თქვათ რაღაც პერიოდი წახვიდე წამოხვიდე მაგრამ ანუ ქვეყნის ესეთი, იმიტომ რომ ამყოფებენ იზოლაციაში, ანუ ხუპავენ, ყველაფერს ანადგურებენ. აი სულ მაგალითად მომყავს ხოლმე ესეთი რაღაცა, რაც ბიძინამ გაუკეთა ლაგუნა ვერეს ბასეინს, აი ფაქტურად აი ზუსტად იგივეს უკეთებს საქართველოს რა. ანუ გააუქმა რაღაცა ფუნქცია დაუკარგა და აჭაობებს, ანუ ჭაობში გაყავს, ანუ რაღაცა მოცული აქვს რაღაცა თავისი აი ამ შხამით და ბოროტებით და იმ ჭაობზე მე დეველოპერული ინტერესი კი ფული ანუ ბევრჯერაც აღუღნიშნავს ეს რომ მისი მთავარი ინტერესი არა ქვეყანა არის და არა ამ ქვეყნის მოსახლეობა ვარ ამ მისი მთავარი ინტერესი არის ფული და ამას არც მალავს და მე უბრალოდ ვერ ხვდები ხოლმე ხანდახან აი ეს პროპაგანდის მსხვერპლი ადამიანები რომელიც მუდმივად იმის ლაპარაკში არიან რომ აი ბიძინა ქვეყნის გადამრჩენელი აი მაინტერესებს აი რაში გამოიხატება აი რა გადაარჩინა, რას მოუარა, რა აყვავა, რა წინსვლა აქვს თქვა ქვეყანას, ხო? გარდა იმისა, რომ მე ჩემი ქვეყანა ეგრეთ მდგომარეობაში არასდროს არ მახსოვს. და აი ესეთ სოციალურად დაუცველი ამდენი ადამიანი, მეც ფიზიკურად აი არასდროს არ ყოფილა უმუშევარი და აი დამემთხვა ესეთ პერიოდი, რომ წელიწადია ხო რაც არ მუშაობ, ჩემს გარშემო ადამიანები დავკარგეთ ყველაფერი, ფაქტობრივად ცხოვრება დავკარგეთ, ბოლომდე ვარ ჩართულები ამ ყველაფერში, მაგრამ რომც არ ვიყო ჩართულები რეალურად აი ვეღარც აგრძელებ ნორმალურად ფუნქციონირებას, ხო? ანუ ცხოვრება უკვე აღარ მიდის თავისი მოდის მიშას შემოვიყვანთ კიდევ გაგიბრუნდები და მაგრამ რაც ახსენეთ სოციალურ ფონდამ თვალსაზრისით პროპაგანდა რამდენად ეფექტურია იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორია საზოგადოების განწყობები იმ გზავნილებზე რომელსაც ის ამუშავებს და უგზავნის მაგალითად თავარი ამბავი რა იყო სახელმწიფო პროპაგანდის რომ ფასებთან ბრძოლა დაიწყეს ახალი წლის წინადღეებში და დადგა ახალი წელი და დღეს ყველა ჩვენგანი შევიდა სასურსათო მაღაზიაში და 10 თეთრით გაძურებული ყველა პურის სახეობა იყო. ანუ პურიც კი 10 თეთრით გაძურდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის კალათაში ნახშირწყლი ამ შემთხვევაში პური წარმოადგენს ძირითად საკვებს, იმიტომ რომ სხვა პროდუქტებზე უბრალოდ ხელი არ მიუწვდებათ. ის პურიც კი გაძვირდა
ფასებთან მებრძოლი ხელისუფლებისა და კამპანიის ფონზე და პირობებში. მიშა სოციალური პრობლემატიკის სპეციალისტი იმდენად არ არის, სხვა რაღაცების სპეციალისტია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო გვაინტერესებს მისი სპეციალიზაცია დრაკონული კანონების ლაფსუსების ექსპლუატაციის ნაწილში, როგორი პროფესიული ჩარჩო შეიგერჩიეთ მიშა და ამ ტროტუარების კანონთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ გაიჭედა სისტემა. რა ხდება თქვენი ანალიზი, ექსპერტიზა გვაინტერესებს და თავად ამ კანონების შესრულების პირობებშიც კი როგორ ახერხებთ, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნათ, ვიდრე ეს ქონდა მანამდე, ვიდრე მიიღებდა ამ კანონს. მოგესალმებით. წინაზე როცა ვიყავ თქვენთან ერთში, მახსოვს ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ხალხმა არ იცის კანონების წერა. ისეთი კანონების წერა, რომელსაც ახსრულებაც მე შეუძლიათ და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, ოღონდ ეს თვისობრივად რო ახალ ეტაპზე გადავიდნენ თვითონ ამ მიმართულებით კანონების წერის უცოდნელობაში, ანუ აქამდე ქონდა ასეთი სიტუაცია, რომ რაღაც რეპრესიულ კანონებს მიიღებდნენ, შეიძლება ეს კანონი იყო უსამართლო, არაკონსტიტუციური, მაგრამ რაღაცა ჩარჩოებში მოაქცევდნენ ამ კანონს, შემდეგ ინტერპრეტირებადი იყო ეს კანონი სასამართლოს მხრიდან ისე თუნდაც უსამართლოდ და არასწორად, მაგრამ ინტერპრეტირებადი იყო ისე, რომ ფორმალურად ადამიანი გამოსულიყო სამართალდამცავი, გეტყონა რომ გზაზე ideki და ამის გამო დაგაჯარიმდნენ. დღევანდელ სიტუაციაში ესეც კი შეუძლებელია მიიღეს კანონი და მოსამართლეები ჩააგდეს ასეთ სიტუაციაში წარმოგიდგენთ ერთი არის როდესაც მოსამართლეს ეუბნები რომ მოდი ახლა შენ ადამიანი დააჯარიმე კი არ და ციხეში გაუში უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო ეს ხო ერთი მომენტი არის მაშინაც კი თუ კანონში გიწერია რომ ეს აკრძალული არის ტროტუარზე დგომა აკრძალული არის მაინც ძალიან რთულია აქ მორალურ მხარეზე არ არის საერთოდ არ მაქვს იმ წის წარმოდგენა ამ მეებზე მოსამართლეებზე რომ მორალურად ისინი მაგას არ მაქვს მაინც ახლა მოსამართლეს რო გეუბნებიან რომ ტროტუარზე დგომის გამო გაუშიო და კანონში მაშინაც კი თუ კანონში გიწერია რომ ტროტუარზე დგომა მაგზელულიო, ეგეც კი რთულია, მაგრამ არ გვიწერია ასეთი რაღაცა კანონში რა. კანონში რაც გვიწერია, მე ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ შესაძაც აი უკვე იქამდე მივედით, რომ მგონია, რომ პირადად მე ხა სხვაზე ვერ ვლაპარაკებ, მაგრამ თუ გვეტყვიან, რომ ტროტუარზე დგომა არ შეიძლება, ჩვენ მე მგონი, რომ არ უნდა დავიმორჩილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არც არის ეს დაუმორჩილებლობა სახეზე, ვერც შეეწინააღმდეგები ამ კანონის აღსრულებას, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი რაღაცა კანონში არ გვიწერია. რაც გვიწერია კანონში, ну, პრინციპში ამ კანონის ახლა მართლა მოქმედება ისე, რომ იმათ დაიცვან და ჩვენ დავარღვიოთ, ეგეთი რაღაცა შეუძლებელია უბრალოდ და ტექნიკურად არის. ეგეთი რაღაც თელი ეს წყობა როგორც აქ ამ კანონს თავიდანვე გაფრთხილებს ვალდებულებიდან დაწყებული შემდეგ იმათ პასუხი და ეს ყველაფერი რო შევკრათ და გავაანალიზოთ ეგეთი რაღაცა უბრალოდ ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში და მოსამართლეებს უწევთ ესეთ პროცესში აყენში რომ ერთი მხრივ რა არის რომ ტროტუარზე დგომის გამო უნდა გაუშვა ადამიანი ციხეში და თან არც არ გვყავს, ოღონდ ძალიან აშკარა არის რო არ არყოს რა. აი ძალიან აშკარა. მაგალითად, ჩვენ კანონში გვიწერია რომ გარდა იმისა, რომ დაბრკოლება უნდა შეუქმნას სხვას, ესეც არაა საკმარისი. მე თუ დგავარ ქუჩაში და ამის გამო თუ ვიღაცას დაბრკოლება შეექმნება, ესეც კი არ ნიშნავს იმას, რომ მე სამართალდამცავად ჩავიდინე. მე უნდა მქონდეს განზრახვა ამის, ანუ ჩემი მიზანი, ქუჩაში დგომის მიზანი უნდა იყოს არა რეჟიმთან ბრძოლა, არამედ მიზანი უნდა იყოს, რომ კონკრეტული ადამიანი არ მივცე გადაადგილებს საშუალებას. გადავეღობო, გავაკავო, ხელები გავშალო და როდესაც ამაში გაიჭედა შინაგან სამინისტრო რო უკითხე რომ დამანახეთ ადამიანი რომელიც დაბრკოლება შეუქმნი პირდაპირ ასე მითხრას რომ ესეთი ადამიანი არც არსებობსო და არც არის აუცილებელი რომ არსებობდესო ანუ ესეთ რაღაცას გეუბნები რომ სულ არავინ არ გამოიეროს იმ დროს პარლამენტის წინ მაინც სამართალდამცავი ხარ იმიტომ რომ ერთი ესეთი მაგალითი მოიყვანს ჩემ შემთხვევაში რომ შესაძლებელია თავისუფლების მეტროდან ამოვიდეს ადამიანიო იფიქროს, გაუჩნდეს ეჭვი, რომ შესაძლოა მე პარლამენტის წინ ტროტუარზე ვერ გავიარო, ამიტომ ალტერნატიული მარშრუტი მოვიფიქრო და სახში სხვაგის დაბრუნდესო და ამ შემთხვევაში შენ ხარ სამართალდამცავიო, ანუ სიტყვას არ ვაჭერებ. მართლა ესე არის ლოგიკა და ეხლა მოსამართლეს რომ ამას ეუბნები რაღაცა ის ხო, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში მე მგონი არ მახსოვს მაგაზეც მაქვს თქვენთან ასაუბრებ, რომ ჩემ შემთხვევაში, როდესაც ერთ ბოლოს რო ვიყავი დაკავებული, ცრუმოწმება რომ რაღაცები მოიტყუეს და მაინც რომ მართალი გამოვედი, ანუ მთელი ამით მე მოსამართლეს მოუწია რომ გაეყალბებინა ამ ცრუმოწმების ჩვენებები, იმიტომ რომ ის მაინც თვითონ საბოლოო დადგენილებას რომ შეადგენს, სადაც ჩაიწერება мотиваცია თუ რატომ გაუშვა ადამიანს ციხეში, იმ დადგენილებაში მაინც ფორმალური მხარე იყოს გამართული. გასაგები იმ დადგენილებამდე როგორ მივლენ ცრუმოწმების ხარჯზე თუ რის ხარჯზე, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი უნდა იყოს გამართული და ამ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი მექანიზმი ეგ რომ მიიღონ და მგონია რომ რაღაცა მოლოდინის ეტაპზე თან პირდაპირ ციხეში უნდა გაუშვა ხო შეიძლება მაყურებლის ნაწილი არ იცის რომ ან გაფრთხილება ჯარიმა გათვალისწინებული არ არის ოღონდ ციხე რომელიც არის წინაპირობა ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული მაგრამ არის წინაპირობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და ის მოსამართლე რომელიც დღეს შენ გიშვებს 15 დღიან ციხეზე მაგალითად
ჩემ შემთხვევაში ზვიაცეკოვას არ აქვს ჩაბარებული გამოცდები მოსამართლის გამოცდების სამართლის მიმართულებით. როდესაც მე ის მიშევს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ შემდეგ მე წავალ უკვე ის გიკვალავს გზას, ასე თქვა, სისხლის სამართლით, იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც არის მინიმუმ 1 წელი, ხო? თუ რამე თავიდან არის სისხლის სამართალზე მაგალითად 6-თვიდან 1 წლამდე არის პირველი შემთხვევა და 2 წლამდე არის უკვე წარმოუდგენელი. და მე მგონი რომ ამ მოსამართლების შემთხვევაში ფაქტია რომ ყველა აქ რაღაცა დირექტივასავით მიღებული თუ ერთმანეთთან შეთანხმებით თუ რაღაცა ყველა ცდილობს რომ ზოგმა აირიდოს თავიდან საერთო საქმე, ზოგმა გაწელოს. გონია რომ რაღაცის მოლოდინი აქვს, არ ვიცი, ერთი ვერსია რომ მაგალითად ლევან იოსელიანი თუ შეიტანს მართლაც საკონსტიტუციო საქმეს, ამ შემთხვევაში ცოტა მოუწევთ გაჩერება და რაღაცას ელოდებიან კონტენტი, იმიტომ რომ ეხლა ელენეს რო საუბრობდა ისეთი მანჩარ ცაცუასთან, ვისაც ქონია პროცესები, ისეთი ღიმილის მომგვრელი არის მისი მხრიდან ასეთი ტიპის მტკიცებულებების გამოთხოვა საერთოდ, აი რო დაგეჩოქა და შეხვეწელილი ყავი ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ესეთი მტკიცებულება გამოვითხოვ შესასგანო, სასაცილოც არ იყოფოდა ეს ყველაფერი და ახლა რაც თქვა რომ ფორმალურად სწორი არის ეს შემთხვევა, როცა ორ დისკის სხვადასხვა კომენტარებში არის, იმიტომ რომ ასლი უნდა იყოს რა ერთი პირი მაგრამ სხვა შემთხვევაში არც კი დაინტერესდებოდა საერთოდ ვერც მიხვდებოდა ვერასდროს და ასეთი ბევრი მაგალითი ქონდა ჩვენ და ამ ფონზე ხა ანუ კარაზეც მიშა საუბრობს და ეს გამოცდილება თქვენ საკუთარ თავზე გაქვთ არაერთხელ მიღებული და ამ ყველაფრის მიუხედავად აგრძელებთ პროტესტს. არის უსამართლობის ძალიან დიდი შეგრძნება არის უსამართლობის რა დროსაც ახლა ჩვენ რაღაცებზე კი ხუმრობთ იმდენად აბსურდულია სიტუაცია, მაგრამ ხალხი ციხეებში 120-ზე მეტი პოლიტიკური და სინისის პატიმარი არის და კიდევ ერთხელ დღეს ვსაუბრობთ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ქართველი ქალი, მზია მაღლობელი, რომლის გათავისუფლებასაც ლამის მთელი მსოფლიო ითხოვს. მთელი მსოფლიო ითხოვს და იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ დეკანოზ ჯაღმაიძეც კი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ჩვენ თლათ ესეთი ცუდი ხალხიც არ ვართ, იმიტომ რომ მივმართეთო პრემიერ-მინისტრსო და პრეზიდენტსო, რომ მიიღო შესაბამისი აქტიო, ანუ პასუხისმგებლობა ცადეს ამ ნაწილში მაინც, რომ რაღაცნაირად თავიდან აეშორებინათ, მთლიანად შეახოცეს, ასე ვთქვათ, არის ორი სიტყვა შეახოცეს, მაგრამ მთლიანად გადაუზიარეს ივანიშვილს და მის ჯგუფს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხი აგრძელებს პროტესტს და ზოგიერთი მათგანი ციხეში შიმშილობს კიდეც. ერთმა მათგანმა ბატონო ზურაბ ცეცხლაძემ დღეს შეწყვეტა ეს შიმშილობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბატონი მელთიშაშვილი მე მგონი აგრძელებს კიდეც. რას ეტყოდით იმ ხალხს, რომლებიც თქვენს გვერდზე იდგებიან მომავალშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა ციხის საკნიდან ადევნებენ ჩვენს გადაცემას. მე პირველ რიგში მინდა აქ მოსვლამდე გავიგერო ბატონმა ზურა ჭავჭანიძემ შეწყვეტა შიმშილობა, ძალიან გამიხარდა. ვუსურებ მას ჯანმრთელობას და სამართლიან სასამართლოს. რაც შეეხება ზურა მენთეშაშვილს, მართლა ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია დღეს, იმიტომ რომ 73 დღეა შიმშილობს ეს კაცი და ზის სისხლის სამართლის კოდექსის 350. ანუ ამ პროცესებში იურისტებიც გავხდით, პოლიტოლოგებიც და ასე შემდეგ. 350 მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას. აქ იგულისხმება აქცია, პროტესტი და ქმედება, ანუ ის ქმედება, რომელიც კონსტიტუციურად დაცულ უფლებას გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს. ზის გადაკეთების სისხლის სამართლი. კი ბატონო, ანუ რა დააშავა ამ კაცმა განასაკოვანი ადამიანი 61 წლის რა დააშავა, ანუ არსი თვითონ ამ მუხლის არის ამ კანონის დარღვევით მან ჩაიდინა ისეთი ძიმე დანაშაული. აი, რა დანაშაული ყველა ვინც აქტებზე დავდივართ, ვიცით, ბატონი ზურა მენთეშაშვილი მუდმივად აქციაზე გზას კეტავდა დროშით ხელში, მე დრო შეიყო, ხო? ანუ რა დანაშაული ჩაიდინა, რომელიც შეიძლება იყოს პროპორციული იმისა, თუ ლაპარაკი გვაქვს თან იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური პროტესტი და კიდევ უბრუნდები, რომ ეს არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ხო? ანუ რა გააკეთა ამისთან. მივდივართ იქამდე, რომ ეხლა თქვენ აღნიშნეთ კიდევაც ამ კანონებთან დაკავშირებით და ხანდახან მგონია ხოლმე რომ რაღაცა იმაში ვარ, რაღაც კინოს სიუჟეტში ვარ, იმიტომ რომ ეს კანონები ხო აი ელვისის სტრაფით შემოდის, ანუ სამი მოსმენით ხო იღებენ, მე ის არალეგიტიმური ყავალაშვილი თავისი მახენჯი ხელმოწერით ხო ეგრევე ხელს აწერს, ან მგონია რომ საერთოდ არც იცის საერთოდ რაზე აწერს ხელს და მე ეს კანონები მოდის მოქმედებაში და
ანუ ესე იგი ადამიანები ისჯებიან და მათ არიციან რაზე ისჯებიან. ანუ რეალურად ეს სასჯელი არ შეესაბამება მათ საქციელს, ხო? ანუ აი ასეთ მძიმე ბრალდებებს, როგორც აი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაღაც კანონებია, ხო? აი ეხლა რო ავიღოთ თქვათ გელა ხასაია. ანუ წარმოუდგენელია ხა გელა რაზეც ის, ხო? გელას ჩაუდეს, მართლა ჩაუდეს ნაცემი ადამიანები, ხო? ანუ იგივე თქვათ ანუ რაზე ვლაპარაკობთ მზიაზე, ნინო დათაშვილი თმებით ვუყურეთ ხო კადრებს, ხო თმებით ათრია ნუ ის საერთოდ წარმოდგა მანდატურმა მატიაშვილმა, რომელიც შემთხვევით საერთოდ მანდატურიც არ არის საერთოდ რაღაცა წარმოუდგენელი ქმნილებაა ჩემთვის, მაგრამ ნუ თმებით ათრია და ამ ქალმა დაცვის მიზნი და ქალბატონი ნინო იყო მჟავდება. ანუ ვერ ხვდები, ანუ ხანდახან მგონია რომ მართლა კაფკისეულ პროცესს გავდივართ, ახლა არაფერი საერთო არ აქვს ამას სამართალთან. ანუ ეს ყველაფერი მორგებული აქვს ამ მთავრობას იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება გაიმყაროს და რაც შეიძლება დიდხანს იყოს ძალაუფლებაში და აი ამ რაღაც აბსურდული კანონებით გონია რომ ან დაგვეშინებს, ან რაღაცა შეწყვიტავს ამ უწყვეტ პროტესტს, რაღაცა ხელშეუშვეს და აი მან ძალიან ცდება, იმიტომ რომ როგორც ბატონმა ზურაბ მეთაშაშვილმა აღნიშნა, ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარო, ესე თქვა. პროცესზე ბოლოს 30 დეკემბერს რო ვიყავი, ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარო და მე თუ თქვია რომ შიმშილობას გავაგრძელებ, მე შიმშილობას გავაგრძელებ და აღმოჩნდა რომ ქართველი ადამიანის ბუნებაც ძალიან ჯიუტები ვართ, რეალურად ქართველი ადამიანები. ამის მიხედვით უნდა მოუწოდოთ ყველამ რომ აუცილებლად მეც არის მე ცოტა მოწოდებაც რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ რაც არ უნდა ბატონმა ზურაბ შეწყვიტოს ეხა დღეს სიტყვაზე შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება იმ დონეზე მოსუსტებული, ანუ სამედიცინო კუთხითაც რო შევხედოთ, ხო, ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ ხდება უკვე კუნთების ატროფია, ხო? ანუ ეს რაღაც უჭმელობისგან უკვე ანუ მას აუცილებლად ჭირდება სამედიცინო ჩართულობა და მგონია რომ ცოტა კი მეცინება ხარ, რაზეც ვიძახი, მაგრამ რაღაც მიუხედავად რომ მიმართული ქონდათ გირაოთი შეფარდებას და უარი მიიღეს რამოდენიმეჯერ, მაინც ვფიქრობ რომ რაღაც საჭირო იქნება მაგ კუთხითაც აქტივობა, რომ ეს კაცი გირაოთი გამოუაშვებინოთ გარეთ, რომ ამ კაცმა თავის ჯანმრთელობას მიხედოს და რამე ისეთი შეუქცევადი პროცესი არ წავიდეს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რასაც თქვათ გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს. გამოუსწორებელი შედეგი, კი ბატონო. ანუკა, დიდი მადლობა და ბოლოს მიშა, მე პირადად კი არ უბრალოდ მაოცებს თან სიამოვნებს და თან მახალისებს და თან ინტერესს იწვევს და თან ხარდაჭერასაც იწვევს შენი ენთუზიაზმი, როგორი მოტივაციითაც ხარ ჩართული ამ პროცესში. საერთოდ ის რაოდენობას რო ნახულობ ხოლმე რა რაოდენობის განცხადებებსაც წერ და შეგაქვს და ხელით და ელექტრონულადაც არ ჯერდები ამას. მიუთითებს იმაზე, რამდენად სერიოზული არის ეს შინაგანი მუხტი, რომელიც გაქვს. ანუ იმედით ხარ სავსე ამ გაგებით. რა ყვებავს ამ შენს იმედს და შეუპოვრობას? კი ბატონო. ხვალოთ შემაქრამდენმა საჭიროა ჩემი სასამართლოს წინ კანცელარიას უნდა მანამდე სამართლებრივ განსაკუთრებით კავშირებით უცებ რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა ზურაბ მეთაშაშვილის სხვა პოლიტიკურთან შედარებით და რატომ აღკვეთის ღონისების ერთ-ერთი საფუძველი არის ან რატო ტოვებთ ადამიანებს ციხეში მანამ სანამ დამტკიცებათ მათ რატო ტოვებთ რომ ერთ-ერთი საფრთხე არის რომ არ გამოსულ შემთხვევაში მან არ გაიმეოროს დანაშაული არ ჩემს ახალ დანაშაული ზურაბ მეთაშაშვილის შემთხვევაში ასეთი რაღაც არის შეუძლებელი ფიზიკურად რომც მოინდომოს იმიტომ რომ იზის გზის გადაკეტვის გამო და რომ გამოვიდეს ახლა ზურაბ მეთაშაშვილი და თქვას რომ აბიჭებო წავით ახლა გზა გადავკეტეთო არავინ არ გაყვება კი არა დააკავებენ პირიქით გზა ერთი რომ აღარ იკეტება გზა საერთოდ და მეორე ნუ ვინ გაუშვებს მას ანუ ის ფაქტი რომ ვიღაცას შიში კონდეს რომ ზურაბ მეთაშაშვილი გამოვა და იქ დანაშაულს გაიმეორებსო უბრალოდ არ არსებობს ეგეთი რაღაცა და მეორე არის რომ 130-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავდა აქედან თუ სწორად მახსოვს 8 თუ 9 გამოუშვეს მოგვიანებით ან თავიდან შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და შემდეგ გამოუშვეს გირაოთი ყველა შემთხვევაში რა რისკებსაც ასახელებდა პროკურატურა რომ არის მიმალვის საფრთხე არის დანაშაულის თავიდან ჩადენის საფრთხე და არის მტკიცებულებების განადგურების სახე 100% შემთხვევები როდესაც პროკურატურამ შეიცვალა აზრი 100% შემთხვევებში დადასტურდა რომ პროკურატურა ცდებოდა არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა რომ დადასტურებული იყო რომ აი პროკურატურა ამბობდა რომ ეს ადამიანი არის საფრთხის შემცველი ამ ადამიანის გარეთ გამოშვება არის საფრთხის შემცველი და დადასტურებული იყო ეს ფაქტი
ცოტათი მაინც რა რაღაც ის იმაზეც კი არა საუბარო სცადა ადამიანმა მიმალვა და არ გამოვიდა რა აი არასდროს ეგეთი რაღაც არ მოხდა რა ამ პოლიტიკურ პატრიოტულ მართებაში და რაც მგონია რომ უნდა დაფიქრდნენ მაგაზე პროპორციულად თუ კიდე ვინმე მართლა არ მგონია რომ ეხლა ეგრე კანონის მიერ დამოკიდებულება ქონდა ამ ყველაფრის მიმართ მაგრამ მაგაზეც უნდა იფიქრო რომ არც ერთხელ არ გაამართლა რა შეიძლება თქვენ კითხვას რა მოძრაობს და რა არის ჩემი იმედი მაქვს მე არ მაქვს როდესაც ამ ყველაფერს ვაკეთებ არ მგონია რომ მაგალითად დღეს რო ხვალ საჩივრის შეტანას ვაპირებ ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინი რომ იმ საჩივარს სასამართლო რო განეხილავს გამამართლებს ნამდვილად არა მაგრამ არის რაღაცა ბევრი საკითხი რომელზეც ახლა ყველაფერზე რა თქმა უნდა არ ვილაპარაკებ აქ სპეციალურად ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს თვითონ სისტემას მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება სასამართლოსა და შინაგან სუქთა სამინისტროს ერთმანეთთან დამოკიდებულებას კომუნიკაციას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს რომლის გამოყენებაც წლების განმავლობაში ასე ვთქვათ მიწევდა ამ ყველაფერთან შეხება, მიწევდა ამ ყველაფერს შესწავლა შეგიდან არ დაწყებულა ახლა პოლიტიკური მოვლენების გამო ზოგადად პოლიციასთან ხშირად დღესაც გამაჩერეს ხეს გამაჩერეს დილით და შუადღეს უკვე საჩივარი მქონდა შეტანილი პოლიციელების მიმართ იმის გამაჩერა ანუ სულ არ ამ ადამიანთან კომუნიკაციაში და სულ ხედავ ხოლმე რა შეიძლება გაკეთდეს როდესაც ისინი რაღაცა უკანონოს აკეთებენ და დღეს მითხრა სხვათა შორის ამ პოლიციელმა რომ რა ძალა გადგიაო ახლა ჩვენო იმაში რომ გვიჩვლებო გეინსპექციაში რომ გვიჩვლებო ანუ მე ვიცი რომ რა შეიძლება მე ვიცი რომ შედეგს ვერ მივიღებ იმ ხრი რომ ის ადამიანები არ დაისწრებიან მაგრამ ვიცი რომ წვალება მოუწევთ მათაც უნდა ირბინონ ახსნა განმარტებები წერონ გეინსპექციაშიც და განსაკუთრებული შემთხვევებია, როდესაც მითხარ სასამართლოში, ბევრი წვალება უწევს უწევთ ადამიანებს და მგონია, რომ თუ მით უმეტეს ახლა მარტივი გახდა სხვათა შორის შინაგან სამინისტროში გასაჩივრება, იმიტომ რომ თუ აქამდე მარტო კახეთის გზატკეცილზე იყო ეს შესაძლებელი, ახლა შეგვიძლია ქავთარაძის ქუჩაზეც გავასაჩივრებთ ხოლმე, რაც მნიშვნელოვანია და არ აქვს იმის რესურსი, რომ ასეთ რაღაცებს აუვიდნენ და მოერიონ და ერთ ბევრჯერ დადასტურებულა, განსაკუთრებით მაგალითად თუ გახსოვთ ფსი გადაკეტვაზე ჯარიმები რო შემართებაზე ერთმანეთს აბრალებდნენ ჯერ სასამართლომ გადაულოცა შესესა ჩვენ ვერ აუდივართ და შემდეგ შესესმ დაუბრუნა უკან სასამართლო და მიშა ყველაფერს თავი დავანებოთ ამი დოკუმენტირება ხდება ისტორიისთვის ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს შეიძლება მაგისთვის არც გვეცადოს არც გვეფიქროს მაგრამ მოვა დრო ესენი აი თოვლივით გაქრებიან ეგეთ სიტუაცია იქნება მაგრამ ის აუცილებლად უნდა დარჩეს ხო უკანონობის უსამართლობის ყოველგვარი ეთიკის და საღგონებას მიღმა მისული რეჟიმის ბუნება რო ჩანდეს და აღიწეროს ამ ხრივ მაგარი მე ისტორია ყოველთვის მინდა ხოლმე მე აუდიო რეჟიმი რო შეიცვლება და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რომ მოვა მე მაგალითად თქვენ აუცილებლად აგიძახებთ შემოგთავაზებდით და გამოგიყენებდით ამ სისტემის რეფორმირების პროცესში რო აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა მისი ნაკლიც ბევრი რამ იცით. ანუ გადაამთავრეთ. შეიძლება მინდა რომ სასამართლოს შენობა გავხადოთ მუზეუმად ვაქციოთ და იმ რაღაც ოთახებში, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობდა, ვისი პროცესი მიმდინარეობდა, ვინ იყო მოსამართლეების წარმომადგენელი, საქმეები დავდოთ და აი ხალხი მივიდეს და ნახოს ეს აბსურდის თეატრი აი როგორც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი აუცილებელია მე ხარ. აი ზუსტად ეგეთი პოსტსაბჭოთა მარაზმის საჩვენებლად იქნება ძალიან კარგი და საინტერესო. მადლობა უთხრათ ანუკა გამსახურდიას, მიხეილ ზაქარეიშვილს, მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად იყავით.